4 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში ორ არასრულწლოვანზე სავარაუდოდ სექსუალურად ძალადობდნენ. 4 დღის შემდეგაც კი არასრულწლოვანებთან მუშაობა არ დაუწყია ფსიქოლოგს. ამას ერთ-ერთი დაზარალებულის დედა ექსკლუზიურად გვეუბნება. 4 დღეა ვცდილობთ, სავარაუდო პედოფილიის საქმეზე სახელმწიფო უწყებებისგან მივიღოთ პასუხები. მათ შორის პროკურატურისაგან, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსგან, სახალხო დამცველთან, განათლების რესურს ცენტრის, ახალციხის წარმომადგენლობისაგან, თუმცა ნაწილი არ გვპასუხობს. ნაწილი გვეუბნება, რომ მოიკითხავენ. ნაწილი კი გვეუბნება, რომ პასუხებს მხოლოდ საჯარო ინფორმაციის წესით გამოთხოვის შემთხვევაში მივიღებთ. რა მოხდა? ახალციხის მუნიციპალიტეტში ზრდასრული მამაკაცი ორ არასრულწლოვანზე სავარაუდოდ სექსუალურად ძალადობდა. ფაქტის გამჟღავნების შემდეგ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება გაუპატიურების ბრალდებით მიმდინარეობს. ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედა გვიყვება, რომ ბავშვი ძალადობის შესახებ სახლში არაფერს ამბობდა. ფიქრობს, რომ მიზეზი შიშია. ეშინოდა, არ მეუბნებოდა. ეგონა ვეჩხუბებოდი. გვიყვება დედა. და იქვე ამატებს, რომ მისი რეაქცია სხვა იქნებოდა, დროულად რომ სცოდნოდა და ის შვილს აუცილებლად დაიცავდა. დედა ამბობს, რომ ბავშვები შეშინებული არიან, ღამით კანკალით იღვიძებენ, მაგრამ ამ ფონზე მათთან დღემდე არც ერთი ფსიქოლოგი არ მუშაობს. სანამ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ ბავშვებს ფსიქოლოგი დაუნიშნოს, შემდეგ კი საჯარო ინფორმაცია ჩვენს მოგვაწოდოს, ჩვენ ფსიქოლოგს ვკითხეთ, თუ რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა და შვილის ქცევის რა ნიშნებს დააკვირდეს მსგავსი ტრავმების თავიდან ასარიდებლად. პირველ ყოვლისა ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ არავის არ აქვს უფლება შეგვეხოს. პირველ ყოვლისა ისიც უნდა გააცნობიეროთ მშობლებმა, რომ ჩვენ თუ არა გვაქვს ახლო ურთიერთობა შვილთან, მაგალითად ბავშვს თუ არ შეუძლია არას თქმა, ხო? აი ბავშვს როდესაც არ შეუძლია არას თქმა, ძალიან ხშირად ესეთი კატეგორიის ბავშვები არიან და თინეიჯერები არიან, პედოფილი მსხვერპლები. ან ნახეთ, თქვენ ითხოვთ ბავშვისგან, რომ ყოველთვის დაგიჯეროთ, თქვენ ითხოვთ ბავშვისგან, რომ ყოველთვის კარგი გოგო იყოს და ან კარგი ბიჭი იყოს, იმიტომ რომ ბიჭებიც არიან ძალიან ხშირად პედოფილის მსხვერპლები. და მიჩვეულია ეს მისი ფსიქიკა, რომ არას ვერ ამბობს. ხო? წარმოიდგინეთ, მოდის ვიღაცა უცხო ადამიანი და ითხოვს რაღაცას. წარმოიდგინეთ, ჩემთან რაღაც უნდა გააჩვენო, პატარა ლეკვი მყავს. ან არავის არ უთხრა, იმიტომ რომ არ დაგიჯერებენ. ხო? მე შენი მეგობარია, არაფერს არ დაგიშავებ. და ამ დროს, რასაც კი არ ეუბნება უცხო ადამიანი, იაზრებს მისი გონება, რომ კი ეს ესია. როგორც მე ბებოჩირები თქვათ, გაუცნობიერებლად შემშობლებს, იმიტომ რომ ბავშვი უნდა შეგვეწინააღმდეგოს. ახალციხეში არასრულწლოვანზე ძალადობის ეს ამბავი შემთხვევითობის შედეგად გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ძალადობის შესახებ ერთ-ერთმა ბავშვმა თანაკლასელს ფურცელზე მისწერა, რომელიც შემთხვევით მასწავლებელმა წაიკითხა. წყარო გვიყვება, რომ სკოლის დირექტორს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. რა მოიმოქმედა მან ან განათლების რესურს ცენტრმა ჩვენთვის კვლავ უცნობია, რადგან არც ერთი მათგანი უკვე რამდენიმე დღე არ გვპასუხობს. სტატისტიკის თანახმად 2022 წლიდან 2024 წლის იანვარ-თებერვლის ჩათვლით საქართველოში არასრულწლოვნებზე სექსუალურად ძალადობის 285 შემთხვევა დაფიქსირდა. ამას რადიო თავისუფლება საქართველოს პროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. რაზე მეტყველებს სტატისტიკა და რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის. გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტი თამარ კაპანაძე. როდესაც ვსაუბრობთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან დაკავშირებით და ზოგადად არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ამის თავიდან არიდება და ამის პრევენცია შესაძლებელი იყოს. სახელმწიფოს ევალება და შეუძლია კიდეც, რომ სექსუალური ძალადობის და ყველა ფორმის ძალადობა ბავშვების მიმართ აღმოფხვრას, აღკვეთოს და ამის პრევენცია განახორციელოს. როდესაც ვსაუბრობთ მსგავსი ტიპის საკითხებზე, ეს არ არის ის თემა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას მხოლოდ, ხომ? არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, ძალიან წარმატებული პრაქტიკა, როდესაც არასრულწლოვნებს აღჭურავენ შესაბამისი ცოდნით, ინფორმაციით. სკოლებში დანერგილი არის საწყისი ეტაპიდან შესაბამისი განათლება, რაც არასრულწლოვნებს აძლევთ ცოდნას, ინფორმაციას და შესაძლებლობას, რომ თავი დაიცვან მსგავსი ტიპის ძალიან მავნე ზეგავლენისგან. ახალციხელ არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის საქმეზე განხილვები სასამართლოში გრძელდება. საქმეში ბრალდებული მათივე მეზობელია.